ეს გიორგია, რამოდენიმე წუთით ადრე. სანამ მისი პასპორტი პოლიციის მაგიდაზე აღმოჩნდა. ეს კი მე დაუჩავართ. ნაქირავები მოპედით. ქალაქიდან 160 კილომეტრში. გაჩერებული პოლიციის მიერ. ჩაფხუტისა და ლიცენზიის გარეშე. რატომ წავედით ასე შორს მოპედით? ან რატომ წაართვეს გიორგის პასპორტი? სრულად ვიდეოში ნახავთ. ლაოსიდან მოგესალმებით, მეგობრებო, დიოს მარტო რატო ვიწყებ? უჩა ცოტა წინ არის, დილას ადრე დაიწყო გზა. ვანგვეინიდან დავიძარით უკვე. წავედით ფინეთისკენ, გადავსდა გიორგის წინავს. არჩევნებს ერთმანეთამდე გამოეძინათ და მერე წამოსულიყვნენ. უბრალოდ შეხედეთ რა ცუდი გზა არის. ლამაზია, რობა ირგვლივ მტრები. სიტუაციაა რა. დილის ხის ნახევარზე ლაოსში. გიორა შვები ძმაო. ამას შეხედეთ გიორა ხოძია პანამა და რამე. სულად გამოვეწყე რა, ხოდი მოიცა. ხებს ვიპყრობთ, უბრალოდ შეხედეთ. ესეთი მაღაზიებია, სადაც ჩვენს მეგობარ წყალს ვყიდულობთ. ვაგრძელებთ შემდგომ გზას რა. აი, მოვედით ადგილზე, ნახეთ. ქოქოსები. როგორ ახარ? სე, გამოიწერე არხი. ხო, სე. გამოიწერე არხი. გამოიწერე. ხე ხო ბევრია ბრატ. ნამდვილად. $1 $1 და 23. აქ მე კიდე აღმოვაჩინე ესეთი რამე. ზემოთ მთებში სულ იქნება, მაგრამ აი ნახეთ რა არის. ვინც იცით რა ვიტარო რა. სიმი. ეს რო ანუ მთებში იყოს, საღამოობით დაუკვირთავთ, ცეცხლს დავანთებთ და შევუწევთ და შევუბრატავთ. მოკლედ აქ ესეთი ლამაზი აქვს. და ლამაზია რა ლაოსი. საერთოდ მოვფიქრობ. და მე ჩვენებინა ველოსიპედის საბურავი და ცუდ მდგომარეობაშია ჩემი დისკი. ავიცი, აქ დასასვენებლად არ ჩამოვიდოდი, სიმართლე რომ გითხრა. აქ დასასვენებლად რა მინდა? თები ლამაზია, მაგას ვაღიარებ. ქალაქი ვანგვიენგიც ნორმალური იყო. აიჩი და შეხედეთ გზა შეხედეთ. გზა არის კატასტროფა აქ. მოკლედ უკვე სრულიად გამოვთი დასახლებულ პუნქტს. არის ესეთი ჯუნგლები. ამოვედი საღმართი. ჩემთვის საზღვართანაც რამდენად გადაგუშვებენ არ ვიცი. ინფორმაციებით ლაოსიდან ტურისტებს დიდად დაარუშვებენო. ნეჩი. და იმედია გაგუშვებენ და აგერ ვიღაცა ქალმა ანუ იქეთ მივდიოდით. ვიღაცა ქალმა დაგვიძახა. რა ვიცი, მოდით. ასე ჩადით აგერი ამბობს. რა ვიცი. პირადად მაგრა დამაინტერესა, ცოტა გაციებული კი ვარ, მაგრამ ერთ ჩახტომას ჩავხდებოდი. თან თქვენც მინდა გაჩვენოთ ახლა ისეთ ეს სად ვართ, ძმა? იმ ქალის ნათქვამს მივყვებით, აქეთ გადიდო. ხა ჩვენს გავდივართ, რა ვიცი. სიგიჟეა, სიგიჟე. ცხა მოგვიყვანა, ძმა. ჯო მდინარე სადა? უბრალოდ შეხედეთ სად ვართ. ძალიან ლამაზი ადგილია, რა გიო შენ მოგწონს? ძალიან მაგარი ადგილია მართლაც. ამხელა პეპლებია. ცივია ნეტა. ვახ, რავი, ნახო ცადოთ აბა. შეხედეთ მეგობრებო. რამდენი თევზია დაჭერილი, ვაუ. ამხელა თევზებია დაჭერილი, იცი? აგე შეხე. Aha. Wow. Beautiful. So good. Subscribe. Tell. შეხედეთ უბრალოდ. და იქეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ესეთი კადრი დამტკით. კაი, თავი არ კი სერი არ მეიტეხო. კარდე ერჭო. ეხა დროა გავშრეთ და გავაგრძელოთ ჩვენი სასტიკი გზები, აღმართები. აღმართი სასტიკია, მაგრამ ზოგჯერ ბუნება საუკეთესო რამეს გუჩუქნის. ლაოსი არის. ეს არის ლაოსი. ლაოსი. მაიკა ჩავიწვი ფუდი. ლაოსში სათვალევიდი და ძალიან ლაოსური. ლაოსელი ვარ, მე აქ მომდივარ მაგრამ. Thank you.
Thank you so much. Thank you. აი მაგმართ რა აიერს შეხედე. და ის რა არის ესეთები ამოსალოდნელი. მატრალი მექნება ეს აღმოჩნდა. Go. No. აღმართები იწყება, მანქანები ნახე. ძალიან დიდი აღმართები, ძალიან დიდი. როგორ გაუმკლავდებით. ხო, მართლა, ხო, ბანანები შეხედე. ხა გავჩერდი აღარ შემეძლო დამეპანა სახე ესეთი მდგომარეობა იყო. ძალიან ბინძური ვარ, მტყვერი ვარ. ნახეთ ველოსიპედის რა დღეში. ისეთი გზა რომ სულთან ვერ გაივლი აზრია რა აქვს არანაირად. ვერც კი ეცდები რომ გაიარო. ისე რომ მტყვერი არ მოგეხაროს. როგორ მე იქნებ გავწდეთ ამ მტვრიან გზას და გადავიდეთ წესიერ გზაზე. მოგად უყურეთ როგორი მტვრიანი ადგილების გავლა გვიწევს. თვალები მაქვს მტვრით სალს. აუ ცუდად. ჩამოშინასაც არა აქვს ადრე სულ მოძრაობს მანქანა უეჭველი ესე უნდა გადავიაროთ რომ ეს მტვრიც ავიტანოთ. აუ კაროჩე და აუ ხوار გადაო. ეხა გშია. Thank you so much. Hey. დოშირაკი უნდა ვჭამოთ. Yeah. One taxi. მოკლედ ეს ხო კრევეტების დოშირაკი სპრაიტთან ერთად. ვფიქრობ ენერგიაზე მოგვიყვანა ეხა და რავი გავაგზავნებთ გზას წინ და წინ. გიორგიც საგაიფოთ გზნობს თავს ლაოსელს დაებს გავსა. თვალები დამალა რომ წვრილი მაქოვითო მორა. ამას შეხედეთ. ეხა ისეთ დაკიდულ აღმართზე ვართ. აღარ წახვიდე ტრაილერი მოდის. შეხედეთ უბრალოდ. ძლივს ადის, ძლივს. წეგან ერთმა ავარიულები ჩართო უკან მოგორავდა ძლივს ავიდა. პანიკაში ჩავარდა უკან ყოფი მანქანები და რა ვიცი. კიდევ კარგი მაგ დროს ვიყავით სადღაც აი მოპედი რომ მოდის იქ. შეხედეთ როგორ უჭირს და როგორ გვიჭირს ჩვენს. რა დღეში ვარ შეხედეთ. მოპედებსაც ნახეთ. ძლივსადია. მოპედი ახლა განახო პატარაა, მაგრამ აი ვერა. არც ერთ აღმართს არ მოყვა დაღმართი. ეს არის სიგიჟე რა. გერ მიიყავს ხელით ველოსიპედი. რა ვიცი. ისინი ლანელა. ვცდილობთ საქართველოში ჩამოსვლას, აბა სხვა რა გზა გვაქვს. არ ვიცი ახლა ეს ვიდეო როდის დაიდება. როცა დაიდება, იმედი 10,000 გამომწერზე უკვე ვიქნებით. დიდი მადლობა. სამივე გიხდით, მადლობა 7,000 გამომწერისთვის. არჩა მაგარი დიდი დაღმართი ჩამოვედი, ძალიან ცუდი გზა იყო და ბორბალი გაგვისკდა და სადმე ნორმალურ ადგილს ვეძებ გავჩერდებით და შევცვლით კამერას რა. მოკლედ ამ დღეს ბევრი ვიარეთ ცოტა ვიარეთ, ღამეც კი მოგვიახლოვდა და შემდგომ შევხვდით რა თქმა უნდა უჩასაც, რომელიც ერთ-ერთ ქალაქში გველოდებოდა. ქალაქის სახელწოდება კი კასი იყო, სადაც ჩვენ ამ ადგილებში გადავწყვიტეთ კარვის გაშლა. ბევრი ვეძებეთ კარვის გასაშლელი ადგილი თუ ცოტა ვეძებეთ, ვიპოვეთ კიდეც, მაგრამ პრობლემა მაინც შეი. მოდი ვნახოთ. შეგახსენებთ ასევე რომ ლაოსი არის ერთ-ერთი ყველაზე დანაღმული ქვეყანა მსოფლიოში. ეხა ესეთ ადგილზე ვართ უჩას შევხვდით თან. და რა უნდა გაჩვენოთ შეხი პროსტა კედელზე ანუ მე ძალიან დიდი შიში მაქვს ახლა ქვეწარმავლებით რაღაცებს მინა შეხი მე მეშინია ამის მოკლედ მივდივართ აქედან იმიტომ რომ აქ ვერ გავჩერდებითო არ ვიცი რა უნდა ვქნათ ვიღაცა ქალი შეხვდა მკითხე თუ სად შეგვეძლო კარვის გაშლა და $20 ორი ოთახი მოგცა ისეთი თავისი ყველაფრით მე და გიორგი ერთად ვიქნებით და უჩაიქეთ ძალიან გაგვიმართლა დღეს თორე არ ვიცი რა გველოდა რა არ ვიცი ცუდად ვიყავი ძალიან თქო დანძრეული ვარ აი იმენა ტიპი 100 კილომეტრი უნდა დავუბრუნდეთ ლაოსის ბოლოში ლაობაოში რომ ვიეტნამში გადავიდეთ იმიტომ რომ ჩინეთში არ გაგვიშვებენ რაღაცა საშვი ჭირდება პლუს დიდი ჭირდება რომ ხო ტიბეტში რო გადავიდეთ ტიბეტს მაინც ვერ გავივიდეთ იმიტომ რომ 3000 კილომეტრამდე დაახლოებით დასახლება ვაფშე აღარა არაფერი
საჭმელი იქნება, არც სასმელი იქნება წყალი. წყალი შეიძლება იყოს ან თებია და რა ვიცი, ჩქერები შეიძლება იყოს, მაგრამ საჭმელი ხო გინდა რომ ენერგია რაღაცა. ამ გლები, პახოვდუ დათვები. უფრო მაგარი ექსტრემალის ვიდეო გამოვა ექსტრემალური. მე მზად ვარ ბიჭებო ტიბეტისთვის ესე წამოვა. ვიზაზეს კითხა მაგას აი ეს არის რეალური დაღლა. იმხელა აღმართ ამოვდივართ ახლა რომ რავი უკან ბრუნდებით ვიეტნამისკენ ვიეტნამში უნდა გადავიდეთ ასე გამოგვდის 800 კილომეტრი უნდა გავიარდო ვიეტნამამდე ისე გამოგვდის რომ სამ ქვეყანაში მიმოგზაურობთ აზიის ტაილანდი ლაოსი და ვიეტნამი მერე კიდე თვითმფრინავით უნდა გადავიდეთ ყაზახეთში იმიტომ რომ ჩინეთში აზრი არ აქვს ტიბეტს ვერავინ ვერ გაივლის ეს ველოსიპედით მით უმეტეს ჭირდება რაღაცა დადასტურება მოკლედ არ გაგვიშვებენ აზრი არ აქვს ულად დროის ხარჯვას ისევ და ისევ ამ აღმართს ამოვდივართ ანუ შეხედეთ ტვერი საშინელება აქ ტრაილერი რო გაივლის ეგრევე ყველაფერი იმტვერება ფილტვები ძალიან გვაქვს დაბინძურებული საჭიროა 1-2 დღე კაი დასვენება რომ ფილტვებში ჰაერი ამოიტუმბოს ორგანიზმი ასე ვთქვათ გაიწმინდოს არ შეიძლება ასე მტვერში სიარული ღაბი როგორ არ ვიყიდე არ ვიცოდი ესეთი სიტუაციები თუ იქნებოდა აქ ბანგუექში დავბრუნდით და ვიდეოში რომ დასაწყისი ბიჭები გავიცანით და სახლში დაგვბატიჟეს მაგათმა ძალიან დაგვეხმარეს დღეს მოკლედ დაურეკეთ აუხსენით ჩვენი პრობლემა და დაგვეხმარენ რა მოკლედ ამდენ მადლობელი ვარ რატო ვიქირავთ მოპედები? ნახავდით ვიდეოს, მოპედით გადავობდით გუშინ, ვიქირავთ მოპედები, იმიტომ რომ რამოდენიმე რეისი გავაკეთოთ, ჩავიდეთ ვიეტნამში, ანუ დედაქალაქში. და ნუ ეს სიგიჟია იმენა უპრაოდ, სრულიად უპრაოდ. მივდივართ დედაქალაქში დაახლოებით 150 კილომეტრია და უნდა ჩავიყვანოთ ველოები რა. ანუ ველოსიპედებს დავიდებთ, ჩანთებს ისა ესა დავიდებთ და წავალთ. და რატო ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ ნახეთ, ხელში იცით რა მიჭირა? საბურავები, ანუ კამერები. მეტი კამერები არ გვაქვს. ესენი არის გახეთქილი კამერები რა. არც წეპო გვაქვს, არც კამერა გვაქვს ზედმეტი, აქაც ვერ ვიშოვეთ ვანგუიენგში, იმიტომ რომ არ არის ველო მაღაზია. და შესაბამისად მოგვიწევს რომ წავიდეთ დედაქალაქში, შევიძინოთ ან კამერები, ან წავიდეთ ვიეტნამში. ეხლა წავალთ ვიქირავთ დამატებით ერთ დღეს მოპედებზე და წავალთ და ვნახოთ რა იქნება რა. კამერები, წამო. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რა ვიცი, ახლა ამ ველოსიპედს ამ მოპედზე რა. შენი საბურავი ისეც გაფუჭებული. ჩემ დაიბარა იმენა თმა. რანაირად უნდა წამოიღო ძმა გამორიცხული წინა საბურავები რომ მოხსნათ ანუ ეგრე აპირებ წაღებას ხოძე ვარ ბებერო მე დაუჩა უკან მიუყვებით ჩანთები მიგვაქვს ქალაქ ვიენტიანში მივდივართ დედაქალაქში ვანგუიენგიდან ხო და ვანგუიენგიდან კი მივდივართ დედაქალაქში მაგრამ იქ სად მივდივართ ანუ არაფერი არ ვიცით რა თავი ჩვენი ერთადერთი მიზანი არის რომელ ქვეყანაში უნდა გადავიდეთ ვიეტნამში ანუ რავი გამოიწერეთ არხი და რავი ხო ხედავთ რეებს ვაკეთებ ამოიტანეთ რა უნდა 20 ლარა თირავ მოპეს 24 საათი 1 ლიტრა არის რამდენი? 5 ლარი 1 ლიტრაო ახლა ჩვენ უნდა მივწიოთ ცოტა hello 2 ლიტრი სიტუაცია რა მანქანები რო ჩაივლის ტვერი ვეხება ხვალები მაგრამ თქვა მეგობრებო საცხოვროს აუ ბოზელადე ვიღებ ბიჭო მარანელა ხავართ შუა დღეში სადღაც შუა გზაზე ახლოვით 50 კილომეტრამდე ალბათ გამოვიარეთ ესეთი სიტუაცია რა მოკლედ არ ჩუქი გზაც არაა წესიერი ზებს შეხედეთ ზებს და ბაღაყები დახტიან და ბენზინი 2 ხაზი ოუ შეხე მეგობრებო შეხედე ანუ ბენზინი არ არის ვერ ჩავასხებ მოგედი მყავს ერთ ხაზი ზუსტად ერთი ხაზი შეხედე არ ვიცი ხა რა უქრე ფოტო არ ვიცი იქნება თუ არა კალონკა ამ კალონკაზე ყველაზე ცნობილი ეს არის ეს კალონკა ანუ შეხედე ბენზინი ანუ ხამით არ მუშაობს ციმციმე არ ვიცი რა უქრე არ ვიცი რა უქნა ამ არცია არ ვიცი ხეთი უხები მე მგონი
not here. Passport. This problem? ნუ ლიცენზია მოგთხოვის ეხლა ცოტა ესეთ სიტუაციაა რა We making videos to Laos. We are YouTubers. YouTuber. Yes. Okay. Let's go. Okay, thank you so much. მოკლედ ახლა მივდივართ ჩვენს მეგობრებთან, რომელიც გავიცანით აქ და უნდა დაუტოვოთ ეს ველოსიპედები. შემდეგ ისევ დაუბრუნდებით ვანგუიექს და შემდეგ რეისზე გამოვალთ. დავით ველოსიპედები. ახლა ბრუნდებით უკან. ოკეი. ახლა არის ღამის 2 საათი. ბრუნდებით ნახევარი გზა გამოვიარეთ. დად გაიცანით. სამი 4 კილომეტრი გამევია. მეგობრებო, იმას აჩვენებს გიორგიოს სტანდავდა. ამას აჩვენებს. ბოსი მოდი შეჩემა. ეხა ამაზე და ამას შორის განსხვავება ალბათ ხედავთ, არაფერი არა ისეთი რა. შენ გადაგახდებინებენ $3,000. მე მიხვდები რომ ცხოვრებაში არასდროს აღარ უნდა გასტანდო. What? Nothing, bro. Yeah, pay. Yes, sir. And, wow. What pay? This is nothing. Look. I don't know, bro. You don't know? No problem. How much? This problem. This is broken. No, it's not broken. Look. It's not broken. You look here. No, look. It's not broken. Hey, It's not sir. broken. Yeah, we know. It's Red Bull champion, bro. Oh shit, bro, this? Yeah. Bro, this scam. No, this no. Oh. Can I get my passport? Also my friend passport. My friend? He can't pay. Look. Plane motorbike. It's not the image, you know it. It's not the image. It's not broken. It's not broken. If it's broken, we pay, but it's... No, you. No good. Danger. Understand? Why, bro? It's a danger. Sir, look, my friend. Look, my friend. There is... Can you find where is don't stand? Oh, yeah. No stand. No, where is? Bro, call the police. We need passport. We waiting policeman. You go with me to police. Okay. No, we waiting No, here, police no, now. here. Police come there. Why we come with you? There is nothing rules. No stand. No stand. No wheelie. No wheelie. Where is? No, there. No, there is no. Where is the wheelie? Come. If you write เที่ยวกับทีม this เที่ยว wheelie, กับกันเทียน No. შეფრა პოლიცია ნუ აქამდე არ მოვიდეს რა. ეხა $45. რატომ უნდა გადავიხადოთ? არაფერი დაზიანებაა რა. არც დილეიჯი არაფერი bro. Go to police. Yeah, go. Okay, we will wait, bro. We wait. შეყოლები. Sir. Bro, you know it's funny, yeah? You know it. რავი, უნდა დაველაპარაკოთ პოლიციას, რომ ასე და რავი, გიორგის პასპორტი უნდა დავიბრუნოთ პირველ რიგში როგორმე. Ronaldo. Why? გერა. Police. My passport. It's your name? Yeah. Oh, look on the side. Oh, Bangketa. იო, პასპორტს არ გაძლევენ. მოგეთ ეხლა ურიგდებით რა, 30 ლარი შევთავაზეთ, მოგეთ 30 ლარი ბოლოს დავკავამეთქი რა. 30 ლარს გაძლევთ პასპორტს, გვაძლევთ და მივდივართ მეთქი და რავი, დაფიქრდით მეთქი. ვნახოთ რა როგორ იქნება რა მოგეთ. 30 ლარად რა პასპორტი ავანგდგინე რა ხოლმე ხარა. როცა გადავიხადეთ 300,000 აქაური ფული 31 ლარი და 60 თეთრი გამოგვიშვეს. მომცეს აი ჩემი საერთაშორისო პასპორტი.